წლის ბოლომდე მუცოს ხეობაში 11 ისტორიული ნაგებობა პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და კომპლექსის ქვედა უბანის სრულად აღდგება, კოშკების რეაბილიტაცია ტრადიციული ქვების მშრალი წყობის მეთოდით მიმდინარეობს. ოსტატებს სამუშაო დასასრულებლად კი დრო ცოტა რჩება, თუ ამინდებმა გაუმართლად პირველი თოვლის მოსვლამდე. ეს კი მუცოს ხეობაში დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებია. ხელს ვერ აუჩქარებს, სწრაფად ვერ გააკეთე. შეიძლება, სწრაფად შეიძლება. რო გაწოგდეს, დაბილთახო, მაღალთახო, კედელი ვეღარ დაიგებს თავს. თითქმის თვენახევარია ხელფილაქნებს სხვადასხვა ფორმაზე ჭრის. შემდეგ ერთმანეთში მყარაცვამს და 3 სართულის სიმაღლის კედლები ამოხავს. სხვა ოსტატებთან ერთად კუკური მამიაშვილიც ძველი მშრალი წყობის ტექნიკით კლდოვან ქვებს მუცოს კომპლექსის ნასახლარზე ალაგებს და ნანგრევების ადგილას ახალ კოშკებს აგებს. ზოგი კედელი მეტრა სიგანე და ზოგი 60 სანტიმეტრი. რა სიგანის და სიმაღლის უნდა იყოს ისტორიული კოშკების კედლები ეს მკაცრადაა დადგენილი. ერთდროულად საბრძოლო და საცხოვრებელი დანიშნულების კომპლექსი პირვანდელი სახით უნდა აღდგეს. ძველებური პროექტის მიხედვით მშენებლები კოშკებს სართულებს შორის მორებით ტიხრავენ, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ეს პროცესი დროებით შეფერხდა. უვარგისი ჭიანი ხის აღმოჩენის შემდეგ ადგილობრივებისა და პროექტზე მომუშავე ჯგუფის გადაწყვეტილებით მუცოს ხეობაში ახალი სამშენებლო მასალა ჩაიტანეს. ძველი წესებით გადახურვები, თიხის დაყრა, დატკეპ და ვერიფილაქტების დაგებაზე და ამას ვინაჩვენებთ როგორც არის. ჯერ ნანგრევებს, მომავალში კი დასრულებულ და საცხოვრებლად ვარგის თითოეულ კოშკს თავისი პატრონი ყავს. კლდეზე ნაგები კომპლექსი 3 გვარის, დაიაურების, შეთიკაურებისა და ბორჩაშვილების კუთვნილებაა, თუმცა მუცოს ხეობა წლების წინ ყველამ დატოვა. მე 72-ში ალბათ 10 წელს ვიყავი, გაუცაძლისი პირობები იყო, გადავსახლდი. რა ისაბმე რო წახვალ და გონია თავის სტუმრად, ისე ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება. მოვილი მუცოს კოშკებს რო ხედავ, გძინავს რა კარგად. გარდაბნის რაიონში სტუმრად თითქმის 40 წელი გაატარა. 5 წლის წინ მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა და მას შემდეგ მუცოს ხეობაში ზამთარ-ზაფხულ მცხოვრები ერთადერთი ნუგზარ დაიაურის ოჯახია. არ გიწევთ ახლა ზამთარში ცოლ-შვილს? მაგარად სუნთქავ, არ მიჭირს. ცოლიგან. აქ რა უნდა გაგიჭირდეს? თავსაც კარგად გზნობ, კარგად სუნთქავ, არაფერზე აღარ ფიქრობ. საფიქრალი ხეობაში დარჩენილ ერთადერთ ხევსურს მაინც ექნება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით ის მუცოს მუზეუმ ნაკრძალის დირექტორად დაინიშნა, მაგრამ კომპლექსზე ზედამხედველობა მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით არ იგეგმება. წარსული გამოცდილებისა და ხევსურთა ნაწილის უკმაყოფილების გამო სააგენტოს ხელმძღვანელს მუცოში სტუმრობა ხშირად უწევს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხარისხით იყოს ყველაფერი გაკეთებული, რომ ჩვენ სამწუხაროდ ხვდებით, რომ წლების მერე გარკვეულ რაღაც ხარვეზებს აღმოვაჩენთ ხოლმე და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ტურისტული პოტენციალი მუცოსი არ იქნება დაკარგული. ტურისტებისთვის მიმზიდველი მუცოს სამუზეუმო კომპლექსი ალბათ მომავალში კიდევ უფრო გახდება, თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გეგმები წელს ბოლომდე განხორციელდა. სათუო ეს საკითხი ბევრი მიზეზის გამოა. საქართველოს ძეგლთა რესტავრაციის ისტორიაში მუცოს აღდგენის პროექტი მისი მდებარეობის, არქიტექტურისა და რეგიონში კლიმატური პირობების გამო ერთ-ერთი ურთულესია. ოსტატებს მუცოს ქვემო უბანში 11 ნაგებობის აღსადგენად დრო საუკეთესო შემთხვევაში 15 ოქტომბრამდე პირველი თოვლის მოსვლამდე აქვთ.